დღევანდელ რიგარაშის ბრძოლას გახსნათ მაცხადები. ხოთ მობილურები გამორთოთ ან უხმო რეჟიმზე გადაიყვანოთ. დღევანდელი რიგარაშის თომის მოწვევის მიზეზი გახლავთ აი ეს რეგიონული განვითარების პროექტები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იყო. გახსოვთ, რომ ეს პროექტები ჩვენ წარდგენილი ჰქონდა დაახლოებით 3 მილიონამდე თანხის იყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და საბოლოო ჯამში თანხმობა მოვიდა 1.8 მილიონი. უფრო დაწვრილებით ალბათ ნახე მოახსენებს და შესაბამისად ეს თანხები უნდა ავსახოთ ბიუჯეტში. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს. ეს ცვლილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის ნომერ 694 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ მთავრობის განკარგულებით. აღნიშნული თანხის ასახვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 11.208.000 ლარით და კონკრეტულად თანხა ეს არის 1.8 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხით გაიზარდა ბიუჯეტის გადასახდელები, როგორც შემოსულობები, ასევე გადასახდელები. კერძოდ, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია გაიზარდა და 662.966 ლარით გაიზარდა გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მოლაშენახვისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეკრულებების ღონისძიებების არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი. აღნიშნული თანხით ქალაქ თელავში რუსთაველის და ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო ღონისძიებები დაფინანსდება და აგრეთვე გაიზარდოს სკოლამდელი განათლების ღონისძიებების ხელშეწყობა 1.117.108 ლარით. ეს არის მე-2, მე-6, მე-7 და მე-9 ბაგაბაღების სარეაბილიტაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოყოფილი. შეკითხვები ხომ მაშინ ხოთ კენჭისყრას დავაყენებთ საკითხი. იმედია აზრია შეიცვალეთ და ხოთ თავზე შევცვლით უცხოდ. კარგი, მადლობა ნახია. მეორე საკითხი შესაბამისად მიდმულია პირველ საკითხზე ბატონო ლევან მოუძალეთ შეიძლება. მოგესალმებით. ან წარმოგიდგენთ შესაძლებლობის ცვლილებას ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მთავრობის ან როგორც მოგახსენებთ უკვე მთავრობის განკარგულების შესაბამისად შესაძლებლობის მიღმაში შედის ცვლილება. მე აქ დამატებით კონკრეტულად ამ 6 ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ცალკე თანხების გეტყვით, რომელიც პრომშვენოვანი მთლიანობაში ანუ ეს 1.8 მილიონი ემატება შესაძლებლობის გეგმას. ეს ერთ კლასიფიკაციაში და ერთ შესაძლებლობა განხორციელდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ვინაიდან 200.000 აღემატება სამუშაოების ღირებულება. ანუ სულ არის 4 ბაღი და 2 ქუჩის რეაბილიტაცია. ეს არის ქალაქ თელავის ნომერ მე-2 ბაღი, ღირებულებით 308.238 ლარი, მე-6 ბაგაბაღი 221.294 ლარი, მე-7 ბაგაბაღი 273.167 და მე-9 ბაღი 334.409. ქუჩები სულ არის ბაგაბაღი. დიახ. ზოგზე ბაღი თქვი და ზოგზე ბაგაბაღი და იმიტომ დავაზუსტო. 4 არის ბაგაბაღი.
ქუჩებს რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია 287.480 ლარი და ტაბილის ქუჩის რეაბილიტაცია 375.486 ლარი. შეკითხვები ხომ არ აქვს? ძალიან ტენდერი გამოცხადება ცალ-ცალკე უნდა ყველა ბაღებზე საბაგებზე ცალსახა. ანუ ბაღებზე ცალკე გამოცხადება ყველა ვარიანტში გზების რეაბილიტაციაზე გასაგები მეგობრებო, აი ბაღებზე არის გამოყოფილი 1.200.000. ეს ესე იგი ტენდერი გამოცხადება ერთნაირად ყველა ბაღზე. ნუ ამაზე ცალ-ცალკე ბაღების მიხედა, მეორე საბავშვო ბაღი. ამაზე სატენდერო კომისია გადაწყვეტავს და შეიძლება გამოცხადეს ცალ-ცალკე, შეიძლება გამოცხადეს ერთიანად. მაგრამ სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა ვარიანტში ბაღებზე იქნება ცალკე. ეგ რა თქმა უნდა ბაღზე. აქვს სრული რეაბილიტაცია. ეგ ასე იქნება ბაღში. სრული არ ყოფნის, მაგრამ ნაწილობრივ. რა ინტერესებს კიდევ რა სამუშაოს თქვენი ბაღი ხო? დიახ. და იგივე ჩაბარების არის მინაწერს. მიღება ჩაბარების აქტს მოაწერს ხელს მერი. კიდე ხომ არ არის შეკითხვები? არა მე მოსაზრება ხომ არ აქვს? ოღონდ გაკეთებს რა. კარგი, მაშინ ფოტოები უყაროთ მომხრე. ნაოლეგი. მადლობა. დიდი მადლობა. სულ ეს იყო დღევანდელი ისე ცოტა. რიგარიშეს ნომა. მინაწინასწარ მოგილოცოთ დამდეგი აღდგომა და ბედნიერი აღდგომა ისურვოთ. თქვენ და ჩვენი ოჯახის და საქართველოს. მადლობა კარგად.